Სხდომა დღეს უმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდან ბოიკოტის რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაო დღის განრიგში თბილისის ბიუჯეტის საკითხი უმცირესობისა და მერიის წარმომადგენელთა მოთხოვნის მიუხედავად კვლავ ბიუჯეტის საკითხის განხილვის გარეშე შევიდა. დილიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მიმართვაც გააგზავნეს და ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით უსუფაშვილისაგან მმართველი გუნდის განმარტებები მოითხოვეს. ირაკლი შიხიაშვილი კი კვლავ ძველ პოზიციაზე რჩება. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმით შერყეული ქალაქის მთავრობას 800 მილიონიანი ბიუჯეტის განკარგვის საშუალებას არ მისცემს. საკითხზე დავამ ხმაური გამოიწვია დღეს ბიუროს ხდომაზეც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური ინტერესების ასთა სხვადასხვაობა არ გადიოდეს ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გაჩენაზე. იმიტომ რომ არც ერთი პოლიტიკური დაპირისპირება არ იმსახურებს იმას, რომ ერთ თბილისელსაც ამ ბიუჯეტის მიღებულობით რეალურად რაიმე პრობლემა უჩნდებოდეს. რაც შეეხება გრიგალიადას, შიხილიადაზე რო საუბრობ, ძალიან გთხოვთ ემო ბატონო, როდესაც ერთმანეთის მიმართ ვიქნებით საუბარს დავიწყებთ ერთმანეთის მიმართ, კორექტულები ვიყოთ. რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, უკვე გარკვეული შეფერხებები არსებობს, ჩემი ინფორმაციით კონკრეტულად რომ შეიძლება რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უფრო კონკრეტულად რომ არსებობს პრობლემები, ეს თუ შეიძლება დამირაბლეთ. ჩვენ შევხვდით საქალაქო სამსახურებს და რაიონულ გამგეობებს და მოусმინეთ იმ პრობლემატიკას. ხო და ეს შემონახული ხო შექმნით, რომ ეს შეხვედრები არ გაგიკეთებიათ, ამიტომ ჩვენ ეს შეხვედრები არ არიცით, უბრალოდ გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, თქო რომ არ გაქვთ ინფორმაცია, მე თვითონ მოგაკვით. მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, რომ ჯერ იკითხეთ და მე გავაკეთეთ განსაზღვრა პრობლემები ვერ ნახეთ, ერთი რამე რომ ვერ ნახეთ, ამიტომ გთხოვთ, იქნებ მოგვეხმაროთ და გვაპოვნოთ ის პრობლემები. ჩვენ რამოდენიმე პატარ-პატარა ნაციონალურ მოძრაობა, ერთიანი დიდი ნაციონალური გადაწყვეტილება მიიღეთ, როდის უნდა შევხვდეთ და ჩვენც მზად ვართ იმ პერიოდისთვის ჯანდაცვის და დახილვის. ჩვენ მეგვაჩნია, რომ დღეს დავით არის თბილისისათვის, თბილისელებისათვის, ჩვენი ქალაქისათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის, რომ მივიღოთ ქალაქ თბილისის ბიუჯეტი. თუ ჩვენ დღევანდელ ხდომაზე არ ვიხილავთ ამ საკითხს, ამიტომ ჩვენთვის ეს ხდომა არ არის მნიშვნელოვანი. რაციონალური იქნება და საქმიანი.